ფიქრობ ნებისმიერი თქვენგან ისურვებდა ქონოდა სახლი, სადმე მყუდრო ადგილზე, ქალაქიდან შორს, თვალწარმტაც ბუნებაში, სადაც სუფთა ჰაერი და ლამაზი ხედებია. ისმენდეთ ჩიტების ჭიქჭიქს, სუნთქავდეთ ყვავილების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს, არ გესმოდეთ მომაბეზრებელი ადამიანების გაუთავებელი ყაყანი და გზებზე გადაადგილებული ტრანსპორტის გულის გამაწრულებელი ხმაური. ხშირად გვიპყრობს ასეთი ფიქრები. სამწუხაროდ მსგავსი რაიმეს რეალურად განხორციელება ბევრს არ შეგვიძლია, თუმცა ადამიანმა სახელად დენ პრაისმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ყველას აჩვენა, რომ სულაც არ არის საჭირო ააგო დიდი ძვირადღირებული სახლი. ეს ადამიანი ჰობიტი, როგორადაც მას მოიხსენიებენ, უკვე 10 წელზე მეტია მიწურ ქოხში ცხოვრობს. არიზონას შტატის ერთ-ერთ ტყის მასივში, ქალაქისგან ცოტა მოშორებით. მიწურის შესასვლელი ნაპოვნი ქვებით მოაპირკეთა. იქვე ხის შეზლონგი აქვს გაკეთებული დასასვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ჰობიტის სახლი პატარა, მაგრამ მასიური კარით იკეტება, ის სავსებით მოსახერხებელია, რომ მასში ჩვეულებრივი სიმაღლის ადამიანი შეეტიოს. ეს არის, რომ რადგან შესაძრომი დაბალია, ზამთარში ყინვის დიდი ლოლოები უშლის ხელს, თუმცა მათ მოცილებასაც ადვილად ახერხებს. ამ ადამიანისთვის ამ სახლში ხელმისაწვდომია ელექტროენერგია, გაზი, მობილური კავშირი და ინტერნეტიც კი. ერთი სიტყვით, ის ცივილიზაციას და თანამედროვე ტექნოლოგიებს არ არის მოწყვეტილი. თავიდან ფიქრობდა, რომ სულაც არ არის საჭირო ინტერნეტი ქონოდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა არ იყო მომგებიანი. ამ არც თუ ისე დიდ საცხოვრებელში ყველაფერი ისეთი გემოვნებით არის დალაგებული, რომ გაგიკვირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჭერის სიმაღლე საკმაოდ დაბალია, დენი ყველაფერს ახერხებს. აქ ზის, საჭმელს აქ ამზადებს, სცინავს, კითხულობს წიგნებს, უყურებს ფილმებს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გარემო მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია და საკმაოდ კომფორტულიც. ცხოვრობს სრულფასოვნად. მამაკაცმა ეს მიწა ხანგრძლივი დროით აიღო იჯარით. მასში წელიწადში მხოლოდ $100 იხდის. მისი წლიური შემოსავალი შეადგენს მხოლოდ $5700. ის სასაფლაოს მეთვალყურედ მუშაობს იქვე ახლოს, სადაც ბინა დაიდო. ეს თანხა მას არ ყოფნის, რადგანაც ყოველთვიური ხარჯები $200 ცდება. ელექტროენერგია 25, მობილური კავშირი 35, საკვები პროდუქტები დაახლოებით 150-მდე. ამას ემატება სარაცხის საშუალებები ტანსაცმლისათვის და სხვა ბევრი წვრილმანი. ინვენტარს ბაღისთვის, ინსტრუმენტებს და ასე შემდეგ მეორადებში ყიდულობს ბაზრობებზე. მამაკაცს ამ ბოლო დროს სხვა შემოსავალიც გაუჩნდა სასაფლაოდან შემოსული გასამრჯელოს გარდა. სიუჟეტების დამსახურებით, რომლებიც ტელევიზიების ეთერებში გავიდა, დენს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდა. მას ხშირად იღებენ, ინტერვიუებს ართმევენ და ის ასე ვთქვათ პოპულარულიც გახდა მაყურებელთა გარკვეულ წრეში. მართალია რეკლამიდან შემოსული თანხა არ არის სოლიდური, მაგრამ ყველაფერი წინ არის. თავის ჰობიტურ მიწურთან ახლოს დენ პრაისმა ააშენა სხვადასხვა საჭირო ნაგებობები, როგორიცაა საპირფარეშო, აბაზანა, ფარდული, პატარა გარაჟი თავისი ველომობილისათვის, სახელოსნო და ბიბლიოთეკაც კი. ტანსაცმელს ის მდინარეში რეცხავს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა მის საცხოვრებელთან. საშრობი კი იქვე აქვს მოწყობილი, ხიდან ხეზე გაჭიმული თოკი, რომელზეც კიდევს გარეცხილ ტანსაცმელს. საცხოვრებლის ირგვლივ ხეებით გარშემორტყმული ლამაზი საკმაოდ ვრცელი ველია. აქ ბალახი რეგულარულად იზრდება. დენი ყოველთვის ზრუნავს, ლამაზად გამოიყურებოდეს ეს ადგილი და ხშირად თიბავს აქ გაზრდილ ბალახს. სამომავლოდ გარკვეული გეგმები აქვს. სურს შინაური ცხოველები და ფრინველები შეიძინოს, მოამრავლოს ისინი და მათი წყალობით ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. ჩაფიქრებული აქვს სხვა ახალი დიზაინის საცხოვრებლის აგება, რომლის ნახაზზეც უკვე მუშაობს. იდეები ბევრია და ყველაფერი წინ აქვს. შრომელ ადამიანს ყველაფერი გამოუვა. თავარია მომავლის რწმენა და შრომის მოყვარეობა. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ნუ დაიზარებთ ლაიქებას და მე მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ნახვამდის.